მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენს ყო დიდ გააცემოთ დღეს ქალბატონების დღიან. ეკა სეფაშვილი არის ჩვენი განსაკუთრების მდივანბეჭდავარი, ქალბატონი ნინო ნადირაძე, ექიმი, დღეს ექიმი აქტუალური პროფესია, დღეს განსაკუთრებით იქნება გაცემის მეორე ნაწილში. დავიწყოთ. მოგესალმებით ეკა. რა თქმა უნდა, საუბარი პრინციპში საექიმო თემაზეც მინდა რომ გესაუბროთ. მე ვაწვევი დიდი ხანია უკვე. რომ ესენი გიჟები არიან, ვინც ეს მოახდინეს. მე არა ვარ მედიკოსი და მე ალბათ მომეთხოვება, მაგრამ ისი არა კორექტული საუბარი, ალბათ სხვა სახელი ჰქვია ასეთ ადამიანს მენტალური ავადობის ან სხვა. მაგრამ სქემა ჩემი ეს ესეთია, რომ ვიღაცა გარეწრები იყენებენ ფსიქიკა შეჭირებულ ადამიანებს, რომ აი ეს გიჟები გააკეთებინონ. აი ეს არის მთელი ავანჩავანი. მოგესალმები შალვა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. დიახ, ცოტა არ იყოს აი ამ აქციაზე გამოსული ხალხი და ის ახალგაზრდა იქნება თუ ნებისმიერი ასაკის ადამიანი გარკვეულწილად ბადებს ისეთ განცდას, რომ მათ არ აქვთ რეალობის ადეკვატური აღქმა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი ცდილობენ საქართველოს ჩათრევას იმ ბნელ წლებში, რომელიც საქართველომ გამოიარა 90-იან წლებში. და აი ამ ყველაფრისკენ დაბრუნებისაკენ ისწრაფვიან და თან ამას ყველაფერს აკეთებენ ვითომ და სამშობლოს სიყვარულით, ვითომ და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დროშის ქვეშ, მაგრამ და თან ამ ყველაფერს ფუთავენ პროევროპულობაში, მაგრამ ეხლა რომ შევხედოთ და თუნდაც მათთან ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს პროევროპულობა და რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ძალაუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლა არის პროევროპულობა? ეს არის დემოკრატიული პრინციპები თუ ჩვეულებრივად როგორც ცივილურ სამყაროს შეეფერება საარჩევნო ყუთთან გამოცხადებული ნების საფუძველზე მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა. ანუ როგორ მიაჩნიათ მათ ძალადობის გზით მოსული ხელისუფლება იქნება ევროპული და ევროპულ სტანდარტებზე მყოფი და ევროპამ, რომელიც რეალურად უნდა იდგეს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უფლებების დაცვის მხარეს, აი ასეთ ხელისუფლებას უნდა დაუჭიროს მხარი? ანუ თავისთავად ცხადია, რომ მათი ეს პროევროპულობის ლოზუნგიც ტყუილია და თავისთავად ცხადია, რომ რეალობის ადეკვატური აღქმა არ აქვთ, თუ ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ ამითი ხელს შეუწყობენ საქართველოს განვითარებას და თუ მართლა სამშობლოს სიყვარულით აკეთებენ ამას. იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვქონდა უახლოეს წარსულში ასეთი ძალიან კარგი ისტორიული გამოცდილება 2012 წელს, როდესაც ხალხმა არჩევნებში საარჩევნო ყუთთან დააფიქსირა თავიანთი ნება და ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანად ყოველგვარი სისხლისღვრის და აჯანყებების გარეშე და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ცდილობის გარეშე. და აქ სხვათა შორის შალვა ხშირად ისმის ხოლმე ასეთი უსუსური არგუმენტი, რომ ეხა თურმე არჩევნებზე ხალხი იმიტომ არ აძლევს ხმას ოპოზიციას, რომ თურმე არის დაშინებული. მაგრამ ეს არის ძალიან უსუსური. სხვათა შორის არ არიან თლად ესეც დაშინებული, გიჟებით ვართ დაშინებული მართლა. ესეც ძალიან უსუსური არგუმენტია, იმიტომ რომ დაშინება თუ იყო 2012 წელს. მაშინ არ შეეშინა. აკეთავთ ოცნების მომხრები ვართ დაშინებული. მართლა გეუბნებით ეხლა თქვენ შეიძლება ირონიულად მიიღოთ ჩემი სიტყვები, მაგრამ არ არის ეს ირონია. შეურაცხადი ხალხი არის იქით ხარ ეს ყველაფერი შეიძლება მათგან მოსალოდნელია. ესეთი არგუმენტებიც რომელიც მათ მოყავს იგივე რა არგუმენტები ხო? აი ეს არგუმენტი რომ როდესაც ვამბობ რომ დაშინებით მიიყვანეს ხალხი და დაშინების გამოხდა. თუ შიში იყო 2012 წელს მაშინ იყო დაშინება, დაჭირება საშინელი ციხეები, ხო? და ეხლა მაგრამ სიმართლეს არ უნდათ რომ თვალი გაუსწორონ. სწორედაც რომ სიმართლის ეშინიათ. სიმართლე არის ის რომ 2024 წლიდან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ეხლა 25 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, განახევრებულია მათი მომხრეების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვითომ აცხადებდნენ მოდი ბოიკოტი, გამოვაცხადოთ არ მივიდეთ, ნაწილი ხო მაინც მივიდა და იდეაში ვისაც ოცნება არ მოწონს და უნდა სხვა რაღაცა ახალი ძალა ის ხო მაინც მივიდოდა რა არჩევნებზე. მაგრამ ესეთი ხალხის რიცხვი, ანუ ლელო გახარია
ჯამში აიღეს განახევრებული რაოდენობა. ერთი წლის განმავლობაში, არც კი არასრული ერთი წლის განმავლობაში გაანახევრეს თავიანთი მომხრეები, თავიანთი უგუნური პოლიტიკით. და რატომღაც ეგონათ, რომ თუ პროევროპულ სიტყვია და არა აქვს მნიშვნელობა სიტყვით დაამტკიცებენ თუ არ დაამტკიცებენ, ეს პროევროპულობა არის ჯადოსნური სიტყვა და საქართველოს მთელი მოსახლეობა ირწმუნებს, რომ პროევროპულობა არის ის ლოზუნგი, რომელსაც ბრმად უნდა მიყვეს და ხმა მისცეს. აი რატომღაც ესეთი წარმოდგენა ქონათ მათაც და სხვათა შორის მათ უცხოელ პატრონებსაც, რომლებიც ამათ აფინანსებდა და სამოქმედო გეგმებს აწვდიდა. მაინც თქვენ რაციონალურად ლაპარაკობთ, თქვენ მინდა რაღაცნაირად გაგაგებინოთ, რომ ჯესეთ ეს არ არის ჩემი ირონია. მართლა გეუბნები, ბევრი ადამიანი, ვინც გვისმენს, ამაში დამეთანხმება. დავიწყოთ ესე იგი. ჩვენ ნახეთ მთელი ეს პროცესი, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ნახეთ ეს კამპანია, საქართველოს ომში ჩათრევის კამპანია, როგორი იყო ორკესტრირებული და ისიც ნახეთ ხელისუფლების დამხობის რამოდენიმე მცდელობა. ჯერ პოლიტიკური პარტიების მიერ, მედია მაიმუნების მიერ, NGO მაიმუნების მიერ და ხან ვის გამოაგორებდნენ სცენაზე, ხან ვის და მათგან ყველა მაინც გარკვეული ადეკვატურობით გამოირჩეოდა. გიჟები მათ შორისაც, მაგრამ როცა დადგა დრო და ყველა მეტნაკლებად ადეკვატური, ფსიქიკურად ადეკვატური ადამიანის რესურსი ამოეწერათ, გიჟები გამოუშვეს სცენაზე. აი მაგალითად მე პატა ბურჭულაძე გარკვეული პრობლემების, მენტალური პრობლემების კაცი მგონია, იმიტომ რომ რასაც ის აკეთებდა, ხო? შესაძლოა რა უნდა პოლიტიკაში, ან თუნდაც დამხობის საქმეში. მე ეს დაპირებები მოატყუეს, რა თქმა უნდა, ალბათ, რომ აი დაუძახებდა მთელი სპეცრაზმი შენსკენ გადმოვა. ზოგადად მისი ქცევა არტოვებდა, მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ არტოვებდა ადეკვატური ადამიანის თქოს თავისუფლებას, რაც მოხდა ყველამ ნახე და შემდეგ რა ხდება? დაიდო სიები დაკავებული ადამიანების, კანონის ძალით დაკავებული ადამიანებისა და აღმოჩნდა, რომ ყველას აქვს რაღაც დიდი პრობლემა. ზოგს უკურნებელი სენი აქვს, ზოგი შეჭირებულია მატერიალურად, ზოგი მართლაც მოითხოვეს ადვოკატებმა პროცესებზე შეურაცხადობის ტესტის გავლა ექსპერტიზა. აი ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გიჟები არიან. ან მიუთითებენ ამაზე. ეს არის პრობლემა. და მე გეტყვით, საიდან მოდის? ეს მოდის იქიდან, რომ სხვა არავინ არ დარჩა გიჟების, ღია გიჟების გარდა, ვინც აი ამას აკეთებდა და ფსიქიატრიის საკითხები მოსაგვარებელი არის. მოიღიმით, არ ვხურობ, არ ვირონიზირებ. სხვანაირად თქვენ ვერ ახსნით ახ რაც მოხდა. მესმის შალვა თქვენ რასაც ამობთ და რასაც გულისხმობთ, თუ გადავავლებთ აი ამ წინა პერიოდს, თვალს რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში, მე ერთ საინტერესო მომენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, თუ გახსოვთ საგამოძიებო კომისიის მუშაობა, როდესაც მიმდინარეობდა პარლამენტში და პოლიტიკური ლიდერები დაიბარეს და არ გამოცხადდნენ და ეგრეთ ასე მიყოლებით ერთმანეთის თვით დაპატიმრებებს მიყვეს ხელი. და ეხლა როგორც ჩანს, ახლა გაცხადდა რომ ეს თვით დაპატიმრებები სინამდვილეში იყო თავის შეფარება. თავის გადარჩენის ცდილობა. იმიტომ რომ ერთი მხრივ თავიანთ ელექტორატს, ანუ საქართველოში უთხრეს, რომ აი რა ვქნა ძალიანაც გვინდა ვიბრძოლოთ, მაგრამ აბა დაგვიჭირეს, ნუ იქ შეფუთვა ის რომ უსამართლოდ ვარ დაჭერილები პოლიტპატიმარი და რაღაცა, ნუ ეს კიდე ასე ვთქვათ და რომანტიკულ საბურველში გახვევა, ეს კიდე ცალკე მათი საპიარო თემებია, რომ თურმე კანონი არ დაურღვევია და სინამდვილეში დაარღვევეს ის კანონი, რომელიც საქართველოში მოქმედებს და ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ბევრ კი არა, ყველა ცივილურ ქვეყანაში მოქმედებს ანალოგიური კანონი. და მეორე მხრივ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამით თავი დაიხსნეს თავიანთი საგარეო პატრონებისაგან, რომლისგანაც რა თქმა უნდა უკვე მაშინვე ქონდათ ეს ინფორმაცია და ეს დავალება მიღებული, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდათ აი ესეთ ძალისმიერ ამბოხში სახელმწიფოს გადატრიალების ძალისმიერ მეთოდში. იყო ძალისმიერი. გიჟების შეთქმულება. არა, იყო ეხა ეს სერიოზული თემა, იმიტომ რომ შუსმაც ძალიან კარგად იმუშავა და დიდი მადლობა ძალოვანებს, მაგრამ თვითონ თავარ ფიგურანტად აი მართლა ამის ბურჭულაძის მაგისკენ მიმყავს ზუსტად და ერთმანეთის მიყოლები დაიპატიმრეს თავი, რომ ანუ თავიანთ უცხოელ პატრონებს ამით დააღწიეს თავი, რომ ნუ ახლა მარტივი არითმეტიკაა, რომ 10 ციხეში გატარება ურჩევნიათ 9 წლიან პატიმრობას, ხო თავის და მოიხედეს და ვინ დარჩათ? პატა ბურჭულაძე, რომელსაც ასე ვთქვათ ძალით აღკიდეს ლიდერობა, თორე პატა ბურჭულაძეს აქამდე ასე ვთქვათ გამოკვეთილი ლიდერად
არავინ არ მოიაზრებდა, ხო? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა რამენაირად ჩადგომოდა მთელ ამ ვითომდა ოპოზიციურ და სინამდვილეში აგენტების ამ ფართო სპექტრს, მაგრამ არასოდეს არც ერთხელ არ გამოუვიდა და როგორც ჩანს გვერდზე გაწიეს, რომ არ გამოგდისო და ვინც დარჩათ, ანუ გარეთ ერთადერთი შეიძლება ითქვას ის ფიგურა, ვინც მეტად თუ ნაკლებად ჩათვალეს ადეკვატურად, რომ ის შეიძლებოდა კიდევ 4 მისი ასე ვთქვათ თანამებრძოლი და ამსონი, რომლებიც დიდი ახტინებით სცენაზე იყვნენ გამოსული, წაიკითხეს ზავიათი დეკლარაცია. ზოდელავა ის საერთოდ გაუგებრობაში მყოფი ატა მანჯგალაძე. ანუ ძალიან დიდი ენთუზიაზმით, სიხარულით, ახლა თუ დააკვირდებოდით სცენაზე ძალიან ისეთი გახარებულები და ისეთი აჟიტირებულები იყვნენ, გასცეს სახელმწიფოს პირველი პირების დაპატიმრების ბრძანება. მიდიოდნენ, წავიდნენ პრეზიდენტის სასახლის ასაღებად და იქ ალბათ სავარაუდოდ მე ხამას ვერ ვამტკიცებ ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი, მაგრამ ალბათ უკვე ელოდებოდნენ იარაღით დახმარებას, რაღაც მსხვერპლს, სალომეც იქ იდგა. იქ იდგა, ელოდებოდა, დიახ, ხელსაყრელ მომენტს ალბათ რომ შესულიყო სასახლეში როგორც თვითონ აცხადებს კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. დიახ. როგორც ჩანს ელოდებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ახლა უკვე მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა და ეს ყველაფერი წინასწარ აღკვეთა და ამის შესახებაც არ ქონდათ მათ ინფორმაცია. ეს მსხვერპლი რო იძახიან აი სისხლის დაღვრა უნდა და ეს არის მათი ხელწერა თუ გახსოვთ, აი ესე ორი გვამის მინდა რომ გაიძახო და მათი ერთ-ერთი ლიდერია იმ შაუბნელ წლებში და შემდგომშიც თუ გახსოვთ შარშან დეკემბერში, როდესაც მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს პოლიტიკური სიტუაცია რო ვითომ შეაფასეს, იქ გაკვირვებით აღნიშნავდნენ თავიანთ ანგარიშში, რომ მსხვერპლი არ იყო ამდენი არეულობის შემდეგ. მე შეგახსენებთ, რომ მაშინ იმ პერიოდში 5 დღე საშინელი ძალადობა სუფევდა თბილისის ქუჩებში და გაკვირვებულები იყვნენ, როგორ თუ მსხვერპლი არ იყო. აი ეს მსხვერპლი და ეს სისხლისღვრა და ეს დაპირისპირება არის მათი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ტრიგერი და ამის მოწყობა დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში. ანუ მაშინ რო განვავრცოთ, ხალბატონო ეკა, წინა წელს უფრო სერიოზულად მიუძდნენ ამის ორგანიზებას, მაშინ პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც იყვნენ ჩართული, არსენალი ინახებოდა პარტიებში მაშხალების და ასე შემდეგ და ნუ ხედავდით იქ რომ ეს ორგანიზებული ჯგუფები იყვნენ. ეხლა საერთოდ ახლა ესენი თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს და ზოგადად ალბათ ფულით შემოაკლათ, იმიტომ რომ სახელმწიფომ ეფექტურად გადაკეტა დაფინანსების წყაროები, ხო? ანუ ეს იყო უფრო უარესი ორგანიზების, გაცილებით უარესი. არა, მე ვერ ვიტყოდი, რომ უფრო ეფექტურად იყო მაშინდელი ასე ვთქვათ ეს 5 დღიანი გაუგონარი ძალადობა. დღევანდელთან შედარებით როგორ არა? არა. ეს უფრო ნაკლები მასშტაბების აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლეთ, ანუ ასეთი ძალადობასთან დაპირისპირება და რაც მთავარია ხალხსაც აღარ ჯერა იქ მიხვდნენ როგორ მოატყუეს მაშინ ნოემბერ-დეკემბერში ხალხი მიხვდა და დაინახა ყველაფერი რომ მოტყუებულები იყვნენ, რომ თლად ისეც არ არის. არც ეხა მოემზადე ნაკლებად სერიოზულად თუ კადრებს ადევნებთ და რა თქმა უნდა ადევნებთ თვალყურს, დიდძალი იარაღი არის ამოღებული ამ სხვადასხვა პირების პირადი ბინების გაჩხრეკვის დროს ეს ყველაფერი და გექსოგენის საკითხიც კი ბატონო საფეთქებელი ნივთიერება. ნაკლები სერიოზულობით არ ემზადებოდნენ, უბრალოდ ჩვენი სპეცსამსახურებიც უფრო მომზადებულები იყვნენ, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა ეს რაც მაშინ განვითარდა ამის შესახებ უკვე წინასწარ იცოდნენ რომ მსგავსი სცენარი შეიძლება განვითარებულიყო, ხალხიც უფრო მეტად იყო მომზადებული, უფრო მეტი სიმწიფე და გონიერება გამოიჩინეს და რასაც შენ ამბობდი, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანის პოვნას ახერხებენ იმიცას, ვისაც შეძლებენ და დაიყოლიებენ რომ ამ ავანტიურაში გაყვნენ, იმიტომ რომ როდესაც მაშინ მოხდა იგივე მოძალადეების დაპატიმრება, როგორც ჩანს მათ ჰქონდათ პირობა მიცემული, რომ თუ არაუშავს ჩვენ დაგიხსნით, გამოგიყვანთ ციხიდან და რა მოხდა ამ მთელი წლის განმავლობაში. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ პოლიტპატიმრები არიან, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული და მათი აღშფოთება, შეშფოთება ვერ უშველის მათ განთავისუფლებას. სტრასბურგშიც რატომღაც ვერ
ვერ შეაქვთ საჩივარი და რომ შეიტანო, კი, არავითარი შედეგი არ ექნება და თვითონვე ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი შედეგი არ ექნება. თუნდაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ გვახსოვს მიშა სააკაშვილის кейსი, როდესაც შეიტანეს სტრასბურგი, აგრეთვე რუსთავიორის საქმე, ნიკამელიას საქმე, ყველაფერში პირწმინდად წააგეს ეს ასე თქვა სასამართლო შემთხვევები და რა თქმა უნდა სტრასბურგის სასამართლოში შეტანას ვერ გაბედავენ და რომც გაბედონ პირიქით უკეთესია თუ გააკეთებენ ისევ ჩვენი სასარგებლო ერთით მეტი არგუმენტი გვექნება. ასე რომ მე ვერ ვიტყოდი რომ ნაკლები სერიოზულობით ემზადებოდნენ, უბრალოდ ნაკლები წარმატება მე მაინც დავაკვირდი რომ შეშლილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გაცილებით ნაკლები ესა ნაკლები მასშტაბის იყო, იმიტომ რომ ხალხიც მომზადებული იყო, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებიც მომზადებულები იყვნენ და კიდევ ერთ მომენტს გავუსვავ ხას, მე საერთაშორისო საზოგადოებისაგან რა თქმა უნდა იყო ეს ასე ვთქვათ მათი მხარდაჭერა, მაგრამ მე დავაკვირდი ერთ მომენტს მოგრძალებული იყო, ხო? შედარებით მოგრძალებული. ორივე მხარისადმი მოწოდება გაჩნდა. პირველად გაჩნდა არ იყო და სულ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. განცხადებაში კაია კალასის და მარტაკოსის ერთობლივი განცხადება რო იყო, იქ წერია ესეთი რაღაცა, რომ უკანონოდ დაკავებულები გაანთავისუფლეთ. მე ხა არ ვიცი ეს წამოწდენა იყო თუ წინასწარ განზრახულად ჩაწერეს, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენი კი არ ვითხოვთ, რომ დამნაშავე გაანთავისუფლეთ, ჩვენ ვითხოვთ, რომ თუ უკანონოდ არის დაკავებული. როგორ არის უკანონოდ? კადრებში ჩას ყველაფერი. მაგას ვამბობ, თავიანთი თავი დაიზღვიეს, რომ ასე თქვა ძალიან პოლიტიზი, ხო, ძალიან მე ვფიქრობ, რომ ასე ერთგვარი თავის დაზღვევა იყო. თანამიმდევრულად ხართ პროევროპელი პოლიტიკოსი, ხო? აი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ამ შემადგენლობით, აი ამ ძალიან არაპროფესიული და მტრული ხალხით, როგორიც არის დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაში. ჩვენ გვაქვს რაიმე შანსი მათთან ინტეგრაციის. პიროვნულად რომ ვილაპარაკოთ, შემდეგ არჩევნებამდე. იცით როგორ არის ვითარება? აი განცხადებები, რომელიც კეთდება, ხმამაღალი განცხადებები და საქართველოს მიმართ არის ტრულად განწყობილი, კერძოებული, ორმაგი სტანდარტებით, ესენი როგორც წესი არიან პოლიტიკური ფიგურები და ის განცხადებები, ის ანგარიშები, სადაც რეალურ ფაქტორებზე დაყრდნობით, არა, სადაც რეალურ ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება საქართველოს შეფასება, ყველგან დადებითია. ხო, მაგრამ იმას ხო არ ითვალისწინებენ. დავასრულებ ბოლომდე. იქ აი ესეთ შეფასებებში, როდესაც რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, საქართველოს წინ უსწრებს არა მარტო ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც უსწრებს წინ და აქ იცით როგორ არის, ანუ ესეთი ორი მიდგომა შეინიშნება, ერთი პროფესიონალების განაცხადი საქართველოს პროგრესზე, რომელიც აღიარებს საქართველოს პროგრესს და მეორე პოლიტიკოსების განაცხადები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ საქართველოს. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ, მართალია, მაგრამ ასე რომ მივყვეთ საბოლოო ჯამში ბოლომდე ვერ მოახერხებენ ისინი თავიანთი აი ესეთი მიდგომის ბოლომდე გატანას, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებშიც არის ამორჩეველი. პირველ რიგში მათ წინაშე უწევთ ამ პოლიტიკოსებს ანგარიშის ჩაბარება. ეხლა ჩვენ ვხედავთ რა მოვლენები ვითარდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩეხეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. არ არის მათთვისაც ეს მარტივი ესეთი აშკარა უსამართლო მიდგომები ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა მათ გარკვეული უკან დახევა მოუწევთ და აი ეხაც უკვე განცხადებები შედარებით ფრთხილია. მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ რომ განცხადება უკვე აღარ გააკეთონ, განსხვავებით მაგალითად გასულ წელს შარშან დიახ, როდესაც პირდაპირ ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ იყვნენ მიტინგებში ევროპარლამენტარები, კი ბატონო. და პირდაპირ ეხა წელს უფრო ასე ვთქვათ თავშეკავებულად და არ დაგვავიწყდეს, როდესაც თავშეკავებულად აკეთებენ განცხადებას და არ დაგვავიწყდეს, როდესაც ევროსაბჭოში იყო პასეზე საქართველოს შესახებ დებატები და ალდეს და იპიპის ჯგუფმა ძალიან ცუდი რეზოლუცია გააკეთა საქართველოს შესახებ. იქ გამოვიდა კონსერვატორების ჯგუფის სახელით ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსი, პარლამენტარი, რომელმაც განაცხადა მთელი ჯგუფის სახელით.
რომ ისინი არ იზიარებენ ამ რეზოლუციის სულისკვეთებას და განაცხადეს ცალსახად, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და საჭიროა დიალოგი. რომ ესე ცალსახად დადანაშაულება იმ პუნქტებში, რაც ეწერა რეზოლუციაში, რომ ესეო შორს მიდისო და ნუ ფაქტობრივად ამით ითქვეს, რომ თვაც სიმართლე არ არისო და საჭიროა საქართველოსაც მოусმინოთო და შედარებისათვის იმ სხდომაზე 66 ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას 700 დაახლოებით 700 ადამიანიდან და ამ ჯგუფის სახელით გაკეთებული განცხადების უკან 100-ზე მეტი პარლამენტარი არის. ანუ ამ ჯგუფში დაახლოებით 110-115 ადამიანია. ანუ ფაქტობრივად უკვე შეინიშნება ეს ყინულის დაძვრა. დაძვრა ჩვენას ასიკეთოთ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, როდესაც პრაგმატიზმი, ორმხრივი ინტერესები წინა პლანზე გადმოიწევს, იქ უკვე საქართველო არის ევროკავშირისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური. აი ამ ლიბერალებს ძალუც პრაგმატიზმის ხმის მოსმენა. მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ, აი თქვენ შეაფასეთ ჩემი აზრი, რომ თუ შემდეგ არჩევნებზე, როცა ევროპა სხვა იქნება, როცა არ იქნებიან ეს ლიბერალები და ევრობიუროკრატები თავიანთ ქვეყნებშიც ხელმძღვანელ პოზიციებზე, ჩეხეთი გათავისუფლდა უკვე ამათგან. უდიდესი კრიზისია საფრანგეთში, ხო? გერმანია არ ვიცი როგორ იქნება გაყოფილია ქვეყანა ორად. ინგლისში მართალი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ უნიშნულოვანესი ქვეყანა და იქ ფარაჯი რასაკეთებს ხედავთ. სანამ ეს არ იქნება, ჩვენ ამათთან ხერი არ გვექნება. წარმოუდგენელია, მე კაიაკა. არ გონიო რომ აი ფონ რა ქვია იმას, სახელი მავიწყდება სულ. ჭადის სახელი დამავიწყდა, რა ქვია იმას, კომისიის თავმჯდომარეს? ფონდერლაინი, ხო, ფონდერლაინი, კალასი, აი ეს ვიღა კაიაკა, ესენი არ არსებობს ამის ვარიანტი. შალო, მე შეგახსენებთ, რომ ფონდერლაინს ევროპარლამენტმა დობის საკითხი დაუყენა. ხო, ჯერ ჭვალობენ კი. ხო, ანუ ეს პატარა ამბავი და პატარა სკანდალი არ არის. კაიაკალას უკვე ადანაშაულებენ, რომ არადიპლომატიურად იქცევა და მისი ეს ასე ვთქვათ დაჟინებული რუსული ძახილი უკვე ისინიც კი მიუთითებენ, რომ რაღაცას ფობიაში გადაიზარდა და სერიოზული უკვე აღარ არის, ასე რომ ამ მიმართულებით ძვრები აშკარად შეინიშნება. ხო, მას პრობლემა აქვს თვითონ პროფესიონალიზმის. ანუ მე ვალთაკევა კიდე ერთხელ გიჟებს რო ვიძახი, არის პოზიციის პრობლემა, რომ პრინციპულად არასწორი პოზიცია აქვს ადამიანს, არის ლიბერალი, ლიბერდებული, ნაცლიბერი, ეგ უკვე მიუღებელი პოზიცია, ზოგადად ადამიანური ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის ხანა მორჩა დამთავრდა ლიბერალიზმის ხანა დასრულდა. ლიბერალური დემოკრატია მოკვდა. და ეს ჩვენ ვყურებთ გახანგრძლივებულ პანაშვიდს, მაგრამ არის კიდე პროფესიული თვალსაზრისით საშინელი შეცდომებიო ვიტყვით, როცა ადამიანს უბრალოდ არ გააჩნია უნარი, რომ თუნდაც თავისი მცდარი შეხედულებები ამტკიცოს. აი თუნდაც ეს რევოლუცია ეგრეთ წოდებული, ხო? მართლა გიჟებმა დაიწყეს ახლა და გიჟებმა დაამთავრეს. ასეთი მიდგომების საპასუხოდ არსებობს სწორედ ეს დემოკრატიული ინსტრუმენტები, რაც არის არჩევნები, რაც არის აზრის თავისუფლება. გააუქმეს ეს არჩევნები, მათ გააუქმეს მოლდოვაში, გააუქმეს რუმინეთში, ბევრგან გააუქმეს. ეს დროებით იმოვლენებია. ხო, მეც ასე მგონია. ასევე ცდილობდნენ არჩევნების გაუქმებას ჩვენთან 2012-ში, მაგრამ ვერ გააუქმეს, იმდენად დიდი იყო. ეხლა ცდილობდნენ 21 წლის არჩევნების გაუქმებას არ ცდილობდნენ? რა თქმა უნდა, ცდილობდნენ. ასე 20 წლის არჩევნები არ გახსოვთ, როგორ საშინელი კრიზისი იყო, 6 თვიანი კრიზისი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ასე რომ, როდესაც ხალხის მხრიდან ძალიან მკვეთრად, ძალიან აშკარად არის გამოხატული არჩევანი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, იქ უკვე ვეღარც გაყალბება, ვეღარც საგარეო ჩარეებები, ვეღარც ვერაფერი ვერ უშველის და ახლა როდესაც მთლად აი იგივე თქვა რუმინეთში, ასე თქვა ძალიან პატარა სხვაობით მოხდა ასე იმ კანდიდატის გამარჯვება, რომელიც ამჟამინდელ ასე ვთქვათ establishment-ის ინტერესებში ხო ინტერესებში შედიოდა, მაგრამ ესეც გამოსწორებადია, იმიტომ რომ იქაც ხო ხალხი გაანალიზებს, იგივე ეკონომიკური განვითარება არ არის პატარა ამბავი და კეთილდღეობა არ არის ის თემა, რომელზეც ხალხი დიდხანს დახუჭავს თვალებს და საქართველოსთან ნორმალური ინტეგრაციული პროცესების განვითარება პირველ რიგში სწორედ პრაგმატული ევროპული ინტერესია, იმიტომ რომ
გვავიწყდება, რომ სწორედ საქართველოს გავლით ხდება სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აღმოსავლეთთან და ცენტრალურ აზიასთან, რაც მათი ეკონომიკის განვითარებისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასევე ეს შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი მათი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის არის უზარმაზარი მნიშვნელობის, იმიტომ რომ ამაზე არის აგებული მთელი მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ციფრული კაბელი, რომელიც მომავალი აი მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენ ხედავთ ჩახუტებას, კვლავ ჩახუტებას ჩვენი მეზობელი რესპუბლიკების ხელმძღვანელებისა პუტინთან. თითქოს იყო რაღაცა ზანგეზურის კორიდორზე ტრამპს რომ უნდა ეკონტროლებინა და ფული აიღო იქიდან. ჩვენ ხედავთ, რომ კვლავ იცვალეს ვექტორი, ანუ გუშინ ალბათ ადევნებდით თვალყურს იმ SNG-ის ლიდერების სამიც, ხო? იქაც აბსოლუტურად სხვა ატმოსფეროა უკვე ამათ შორის და ზოგადად როგორ არის, იცით, ეკონომიკა არ ემორჩილება ლიბერალების, აი ლიბერალებს განსაკუთრებით მოსწონთ ეს სურვილებს. ეკონომიკა ემორჩილება გეოგრაფიას, წიაღისეულს, სამუშაო ძალებს, ტექნიკურ ნიშნულებს და აბსოლუტურად გეთანხმები შალვა, ჩემი ოპტიმიზმით სწორედ ამ პრაგმატულ ეკონომიკურ გათვლებს ემსახურება. ეგრე გვინდა არ არის რა. ემყარება უბრალოდ კი, ასე გვინდა. ეს არის მხოლოდ დროებითი, როდესაც იქ პრაგმატიზმი, ეკონომიკური გათვლები, მოგების მიღების საშუალება დგება, იქ ყოველთვის ადრე თუ გვიან საღიაზრი იმართებს. კი ბატონო. და ახლა დღეს ექიმების ეს არის მარში იყო, თუ არ ვიცი. აბა როგორ ადევნებენ თვალყურს, მინდა ვკითხოთ ჩემს პროდიუსერს არის ვარ მარში თუ არ არის. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში საფსარწყეთს. მაგრამ მე მაინც მინდა მოვიწონო პროკურატურის აქციელი, როდესაც ამ 71 წლის დაკავებულ ექიმს აკმარა გირაო და არ გაუშვა ეს ჩვენი ჰუმანურობის მაუწყებელია, ხო? ჰუმანური მიდგომა კი ბატონო ყოველთვის მოსაწონია და ყოველთვის მისასალმებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ მე აქ დავძენდი ამ ექიმთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს მიკვირს ადამიანი, რომელმაც ზრდასრულ ასაკში გამოიარა საბჭოთა კავშირი, 9 აპრილი, 90-იანები, როგორ და თან ექიმი, ანუ იმას ნიშნავს, რომ აზროვნება შეუძლია. მამაშია საქმე. კარგად შეუძლია ყველაფრის გაანალიზება. არა, ეთყობა ეს ეხება ისეთ რაღაცას, ფსიქიკური პრობლემას, სადაც არის იმას ეხება. ეს უნდა აანალიზებდეს იმას, რომ ძალისმიერი დამხობა შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ მან დასრულ ასაკში ნახა ეს ყველაფერი რა მოიტანა ძალადობამ საქართველოს. მაგას თავი დავანებოთ. თუნდაც ეგეთი ცუდი კაცი იყოს, რომ აი მაინდა-მაინც ამბოხებას უსს, რომ პაატა ბურჭულაძე და მისი საკუთარი პერსონი ვერავის ვერ დაამხო. ეგ ხო უნდა იცოდეს. მე რა მიკვირს კიდე იცი? შულები ყოლია თურმე და ვიღაცა კეთილი სურველი და ჭირის უფალი, ხო, მომკითხავი. ეხლა რო ტირია და ეხლა რაღაცეებს წერენ. სანამ ეს კაცი ამ სულიერ მდგომარეობაში იყო, შედიოდი და მე მაგალითად მაგის კაბინეტში არ შევიდოდი. 5 მიშას სურათი უკიდია და მაგდროს ეხლა როგორ უნდა ანდო თავი საკუთარი ისა ჯანმრთელობა ეგეთ კაც და ხო აქვს პრობლემები, გარკვეული პრობლემები ხა გაფეტიშების პრობლემა, აქვს არის მენტალური პრობლემა, ხო და სადიღე რატო არ მიხედეს? საქმე რატო გაუშვეს იმ დღიდან, იმ დღეს? აქ შალვა მე კიდე ერთ ფაქტორს დავამატებდი იმ ხალხის უმრავლესობისათვის, ვინც გასული იყო სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალებისათვის და არავითარი კეთილი მიზნებისათვის, ეს თავისთავად ცხადი იყო და ამის შესახებ წარამარა აცხადებდნენ განსაკუთრებით მათი ტელევიზიები. იქ იყო კიდევ ერთი მომენტი. მათ ჰქონდათ უცხოეთის იმედი. მათ ჰქონდათ იმის მყარი რწმენა, რომ უცხოეთი ამაში ყველაფერს დაეხმარებოდა. ფულადი დახმარება, იგივე გამზადებული გეგმები, განცხადებები, რომელიც მიახმარეს და რომელიც ასე ვთქვათ, შალვა პაპუაშვილს ქონა Facebook-ზე ძალიან კარგად გაზიარებული 19 საათზე და 18 წუთზე დაიწყო შტორმი პრეზიდენტის სასახლეზე და 19 საათზე და 30 წუთზე ზუსტად 12 წუთში სანდუს ქონდა განცხადება გაკეთებული შენთან ავარ საქართველოს თუ რაღაცა მსგავსი და ესე ქრონოლოგიურად ვითარდებოდა ძალადობრივი მოვლენები პრეზიდენტის სასახლესთან და აცხობდნენ განცხადებას. ყველაფერი კარგად დამთავრდა და ესეც იქნება. ესეც ამაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. უღრმეს მადლობა. ქალბატონო გასებაშვილი იყო ჩვენი განცემის სტუმარი, ქალბატონო ნინო ნადირაძე მოვა სულ მცირე ხანს ჩვენთან სტუდიაში.
ნინო ნადირაძე არის ჩვენი კაცების სტუმარი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი. თამთას შეხვდა, ესე არასოდეს არ ყოფილა შენთან. ხო, ეგ არა. გიფრთხი თუ რატო არ მეწახდი? კი, გიფრთხი, ბატონო, რა თქმა უნდა, შაშიქალი ხარ, ვერ ხედავ. ვის იცავდა, ვინ ყავს იქ გამოკეტილი, ვინ გააჩუმე. მაგრამ არაუშავს, ეხლა ყველა მიზეზიც აქვს ეგეთი, დღეს ესე იგი ლაპარაკობთ იმაზე, რაც მე მართლაც მგონია, ბევრი არასერიოზულად აღიქვას, მაგრამ შენ როგორც სპეციალისტ მინდა გკითხო, გიჟებს რა უყოთ, არა, მართლა აი ამათ რო უყურებთ ეხლანდელ რევოლუციონერს მიამბოხებს, ნაცების ეხლანდელ რეოს, ზოგიერთ ლიდერსაც, მაგრამ განსაკუთრებით საცოდავ ხალხს, რომელსაც შეჭირებულია მენტალური შეჭირება, ისინი არიან გიჟები და გამოიყენეს. სად არის ფსიქიატრია? სად არის რა? უნდა იყოს პროგრამები, რაღაც დამამშვიდებლები, ტრანკვილიზატორების პროგრამები, რა ვიცი, მე არ ვიცი, არა ვარ სპეციალისტი, ვერ ვაყარა. რაღაცა საჭიროა, რომ ეს მასობრივი ეპიდემია სიგიჟის გაიწოვოს რა ამან რა. ვერ დაგეთანხმები, გიჟი არც ერთი არ არის. ყველა კარგად იცოდა რვიდას აკეთებდა, თავს მერე ყველა იგიჟიანებს. მაგის მეტი არაფერი არ მინახავს. ყველა მშვენივრად იცის, უბრალოდ რაღაცა რო არ გამოდის ხოლმე. მე ზოგი თავს წაიქცევს, ზოგი თავს მოიგიჟიანებს. მელა ხო გინახავს როგორ წაიქცევს ხოლმე თავს, როცა თავი გადაეჭირა. ხო, ეს თავის მომკვდარუნება და მოგიჟიანება იმდენი ვნახე შალვა. იმდენი ვნახე. ხან გიჟი და ხან ენა რო გავიწყდება და ხან დედას რო ვერცნობ და როცა გჭირდება. მე ამ 3 წელიწადია ხო? მანამდე ბევრად უფრო გულუბრყვილო ადამიანი ვიყავი. ბევრად მეტი ადამიანების მჯეროდა. ზოგადად დღესაც ესება რაღაცას რომ მეუბნება ადამიანი, მე არ მესმის რაში უნდა დაჭირდეს ადამიანს ტყუილი, იმიტომ რომ მე როცა რაღაცა მინდა, იმას პირდაპირ ვამბობ. და საბძოლია ვიბძოლებ, ტყუილი აღმოჩნდება, ბოდიშს მოვიხდი, ანუ ვერ ხვდები აი ამ ხლართვებს და თურმე ადამიანის ბუნება ეგრე არ არის მოწყობილი და რაღაცას ვიღაცა რო გიღიმის აუცილებლად დიდი ალბათობით მიწას გითხრის. დიდი ალბათობით იტყუება, დიდი ალბათობით რაღაც ინტრიგებს ქსელავს. რომ ეს ტყუილი ყველგან და ყველაფერში გამეფებული. ჩემი ძვირფასი კოლეგებიდან იმდენი ტყუილი მოვისმინე. ისე კარგად შეფუთული, თავდასხმები, სხვათა შორის დღეს აი მე ამჯერა რომ კოლეგიალობის თვალსაზრისით იყო ეს გაჩაღებული, ეს იყო ასევე პოლიტიკური არა, შეხედე ვითომ არ მჯერა თანადგომის რატო ვიძახი. ეს იყო რომ აი ასაგორებლად თემის მშვენივრად გამოდგებოდა. ექიმის დაჭერა არ შეიძლება. მე რატომ მიჭერდე 3 წელი სულ მიჭერდა ეგ და მაგის ცოლი. ყველა სადაც წავეწეოდი, სულ ჩემი ლანძღვაგინება იყო და TV პირველის და სადაც წაეწეოდა ეს კაცი ყველგან იმაში იყო, ეთერში იყო და ყველგან ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად და დასაჭერები რო ვიყავი და მკვლელები ვიყავით და მოსაკლავები და ჩვენ ვიყავით დასაჭერები 600 კაციანი კოლექტივი და ანუ თვითონ რო შეეხო იქ ატყდა ერთი ამბავი და იქ 1 2 3 4 სასიგადულო ექიმი იქ ვიცი ვინც იყო რომელიც ასევე ისეთ გაუმართლებელ თავდასხმას აწარმოებდა ჩემზე როცა მიშაკვდებოდა და მე მკვლელი და მე მენგელე ვიყავი ამიტომ მე არანაირი ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ, იმიტომ ექიმს ვერ და მე ისეთი შეურაცხყოფების კასკადთან ავადმყოფური რაღაც ფანტაზიები. აი აქ ვარ მეც, მან პრობლემა გიჟები არიან. შეხედე, სანამ მე უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს და არსებობს კიდევ სანამ დიაგნოზი არ დაისმება, შენ ვერა, მაგრამ მე ხომ მაქვს უფლება. ეხლა შეიძლება, აი ერთ რაღაცაზე შემიძლია გითხრა, რომ ეხლა ვერავის დიაგნოზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. იცი როგორი პრობლემაა საწოლფონდი ფსიქიატრიულის? მართლა ადამიანებს, ვისაც რეალურად დასმული დიაგნოზი აქვთ და ასე შემდეგ და ჭირდებათ რეალური დახმარება, ისეთი კატასტროფული ნაკლებობაა საწოლფონდის ფსიქიატრიული მიმართულებით ვერ წარმოიდგენ. არ არსებობს სპეციალისტების მიმართულებით, სპეციალისტებს კიდე იშოვი ფსიქიატრს. არ არსებობს საშუალო პერსონალი, ძალიან მძიმე ექთანი და ასე შემდეგ. ამიტომ ფსიქიატრია ზოგადად ძალიან სერიოზული პრობლემაა საქართველოში, თავისი ტექნიკური და ყველანაირი მიმართულებით. და ამიტომ ახლა მომავალში კიდევ არასდროს გვექნება საქმე თუ დროზე არ. ხო, აი სწორედ ჩვენ საუბრობთ ამაზე. თუმცა დღეს ვნახე რაღაცა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის გახსნა იწყება. ხო, ხუთსართულიანი ცენტრი. მაგრამ არ ვიცი თუ ეყოფა. ძალიან კარგი. აი ხა მე რატო ვამბობ, იცით რომ ზოგიერთზე რატო ვამბობ? აი
მე მივადევნებ ნანა სანდერსი თუ სანდერი არ ჯერა რო გიჟია მაგან ანრის ისე მიზან მიმართულად ჩაუშალა ბარსელონაში კონცერტი ისეთი არა რატოა გიჟი როგორი გიჟია არა გიჟი ესეთი არასწორი ტერმინია მას აქვს მენტალური პრობლემები ანუ როგორც ის იქცევა მენტალური პრობლემები მაგას აქვს თუ იმ ხალხს ვისაც მაგას გაეკიდა და აღიარეს და უკან გაყვნენ მითხარი ახლა ვინ უფრო ის არ არის ის თავის აზრებს აფრქვევდა თავის საქმეს აკეთებდა რომ ჩაუკვირდი ახლა მაგალითად როგორ ემუქრებოდა ქოცებს რომ დაგლეწავთო მასე ცოტა იმუქრებოდა მასე ხო მაგრამ ეს განსაკუთრებულია მანიაკალური იყო მასში არა მე მანიაკალური ეგ არ არის მანიაკალური ჩემთვის არის ის ხალხი ვინც მაგას ტარს უკრავდა ფულს ურიცხავდა და რა ქვია შენ შემოგელო შენ ჭირიმეს ეძახდა და მის ჭკუაზე დადიოდა ჩემთვის ის ადამიანებია პრობლემური ხო და უყურე როგორ არის მე მაგალითად არა მაქვს პრობლემა რომ მათ ძულ ვარ და არ უნდათ რომ მე ვარსებობდე საერთოდ ხან ციხეში მიშველო ხან ხოლა მე ძალიან ბევრი შემთხვევა არა მაქვს ეგ პრობლემა მისი ესეთი პოლიტიკური პოზიციის პრობლემაც არის მაგრამ გამოიგონო ამბოხება გამოიგონო შენი სასურველი ქვეყანა სადაც 1000 სპეცრაზმელი ამ გოგონას დაძახილზე გადმოდის ეს ხო მართლა მენტალური პრობლემაა რა ეს ხო აი გამოგონილი სამყაროში ცხოვრება არის თუ არა მენტალური ზოგადად მთლიანად ეს ყველაფერი ეს არის ბაბლი ხო მაგას ბაბლობა მენტალური პრობლემაა ეს აღარ მახსოვს შენ ხო კინომანი ხარ მეც ვარ მაგრამ სათაურებს ვერ აი ეს აი ჯიმ კერი თამაშობს ხო მე მგონია ეს ხო ტრუმანის შოუ ხო და იქ აი ესეთ რაღაცა შეუქმნეს ამ ხალხს და ეს ყველა ტრუმანები იყვნენ ჩემთვის ჯერათ იცი აი მე რაღაცა რო ვიცი რომ ძალიან ბევრი რაღაცა მინდა ძალიან ბევრი რაღაცა არ მომწონს მაგრამ ძალიან ბევრის აი ისე მინდა რაღაცები მაგრამ ამ რაღაცის მისაღწევად მე ჩემს რეალურ შესაძლებლობებს ვაფასებ და ეს რაღაცა ან ოცნების იმაში გადაინაცვლებს ან მიღწევად რაღაცაში მაგრამ ჩემ თავს არ ვატყუებ ხო იმიტომ რომ მე ეს იმედ გაცრუება არის ძალიან ზადისტვიცენა ეგ არის ცნობილი იმედ გაცრუება არის ძალიან რთული საერთოდ ვიღაცა ადამიანში იმედი გამიწრუდა იმედი რატომ მქონდა იმედი ანუ ეს შენი იმედი გაცრუდა თორე ის ადამიანი სხვანაირი არც ყოფილა უბრალოდ შენ სახავდი შენ გინდოდა ის რო ოსტატურად ინიღებოდან არიან ეგეთებიც ახლა არა თუნდაც ოსტატ არის საერთოდ ზოგადად არავიზე არაფერი არ უნდა დაამყარო შენი თავიდან უნდა გამოდიო ხო და აბა უყურე როცა ესეთ მოვლენას მასობრივადაა ადგილი აი როცა სააკაშვილს აღმერთებდნენ ცოტა ხანი გრძელდებოდა რა თქმა უნდა საერთოდ არ მესმის პოლიტიკოსის გაღმერთება საერთოდ არ მესმის იცი შალვა არც ერთი პოლიტიკოსის გაღმერთების არ მესმის მე მეშინია ხალხის ვისაც შეუულია პოლიტიკოსი კი ვინმე გააღმერთოს ცოცხალი ადამიანი ღმერთია მაგისთვის ვისაც არსებობს რელიგია და ან წამს ან არ წამს და ასე შემდეგ და ცოცხალი მოსიარული ადამიანი როგორ უნდა გააღმერთო რომელიც ტუალეტში დადის და კიდე ბევრ რაღაცებს აკეთებს ხო ჩვენ ვიხილეთ კადრებში რეებს აკეთებს სააკაშვილი და მინდა გამძლეობა უსურო მაგრამ ეხლა მე მგონი აკმე გადავლილია მე არ მინდა მის ჯანმრთელობაზე საუბარი შენ არც იქნება შენ არა მე როდესაც ჩემ კლინიკაში მე ერთხელ ერთმა დამწამაცი რომ მეტყვილი დიაგნოზი და შემეშალა და გამოუვდე მისი ფაქიზის სწორი ნეკნები და მონაცემთა იმან პირად მონაცემთა არ არის სწორი მაგრამ გამძლეობას უსურებ რა თქმა უნდა ყველა ისე იცი რატო გავაკეთე ეს მე დავწონე მაშინ და მთლიანად გამოდიოდა რომ მთელ ჩემს ყველა დიაგნოზს ადგებოდა ეჭვი ყველაფერს მივხვდი და ისე უწიფრად ისა მეთქი მირჩენია დავისაჯო ძვარს მაცვან არა ჩვენ სასწაული კლინიკა ხართ აი სოფლიოში ყველაზე მაგარი დემენცია მოარჩიეთ ესეთ რაღაც არ არსებობს ადამიანზე გამოდიოდნენ და საუბრობდნენ რომ აი იცი რა გვამური ლაქებია ხო გეხვეწ მე რაზე ბრაზდები იგივე ხალხი ფიგურირებს ეხა დღევანდელ დღეს და ჩემთან ყოველთვის ოფიციალური სტრუქტურები როგორი ისინი არიან იცი კონსტრუქციულები კანონის ფარგლებში კანონის იმაში სად არის მაგათი კანონიერება და კონსტრუქციულობა და ისა როცა ეხება ასეთი დასტა ამ ექიმებმა ხელი რო აწერეს იმებს დიაგნოზებს აბა მე ან ჩემი კლინიკის რომელიმე ექიმს მოეწერა ხელი ტყუილ დიაგნოზზე ხო დაგვახევდნენ თავზე ლიცენზიებს და სერტიფიკატებს
იქ რატო არ იღებენ ხმას? რატო? ანუ შენ ამბობ რომ იმ ეგრეთ წოდებულ ექიმებს, რომლებმაც პოლიტიკური მიზნით მოაწერეს ხელი რომ ხდება მიშაო. კაბინეტში მეჯდა. იცი ეს ხალხი მაგრამ უსებდა მტერ მე ვიყავი შენ ვერ წარმოიდგინე ხა თან რო იცი რომ მართალი ხარ ხვდები? თან ამ შენ პროფესიულად გელაპარაკებოდა? ხო და აი კარს მიღმა, როცა გამორთულია. კარს მიღმა რომ შემოდიოდნენ და ასე მაწვებოდნენ და მე რომ დავიწყებდი არგუმენტი რომ აი როგორც სისხლიან მტერს ისე მიყურებდნენ ხალხი ვისთანაც ერთად მე ერთ კურსზე ვიყავი ერთ იმაზე. არგუმენტებს ასეუნებოდნენ, აი შენს არგუმენტებს. იცი რა მე უცხოეთში ვსწავლობდი. გავიგე, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს. და შენ არ გესმის, მე მესმის და როდესაც მოვდიოდი ეს და ამით ვერ მოგტება და არ არსებობს და ტყუილია. არა, ჩვენ უცხოეთში მოღვაწე ექიმები ვართ. მე ვთხარ გეხვეწები ერთ კურსზე დავდიოთ ერთად ვიდექით ბირჟაზე რა ისწავლე ამისთან უცხოეთში მე ვთხარი რომ აი რა ვიცი აღმოჩნდა რომ მე ბევრად მართალი ვიყავი ხო? კი არ ვიცი გავიგე. ძალიან კარგად არის. სინდისი იცი რა არის სინდისი ისეთი რაღაცაა და სიმართლე გინდა უცხოეთში წადი გინდა წამოდი აი მაგას გავცდეთ მორალს გავცდეთ და სინდისს არა ჩემთვის მორალი ძალიან მნიშვნელოვანია არა გავცდეთ ცოტა ხანი გავცდეთ იმიტომ რომ მორალზე ორმაგის შეფასებებია არა მე ვარ მორალისტი მე არა ვარ და არც შეიძლება რომ არ ვარ ადამიანთან ურთიერთობებში მე ვარ მორალისტი ну მაშინ ძალიან ბევრ ადამიანთან ვერ იქნება არც ვარ მე ცოტა მეგობარი მყავს ძალიან კარგი და ძალიან ცუდი არ ვიცი შენი საქმეა მაგრამ მორალს თავი დავანებოთ ცოტა ხანი პრაგმატულად ვილაპარაკოთ აი რასაც ახლა ეს თუნდაც დღეს გამოსული მცირე რაოდენობის ექიმები ამბობენ ის კაცი ხო აღარ წაიყვანეს ციხეში პროკურატურა გამოვიდა გირაოს მოთხოვნით ხო და მე მგონი არც ჩასვამდე რაღაც არ ჩასვავენ ხო ნუ პროკურატურა გამოვიდა რა არა თან უარყო ამ ადამიანმა რევოლუციას არ ვაწყობდიო წინა დღეს აწყობდა იცი რა მე რო წავა რევოლუციაზე არ მესმის ამათი რევოლუციონერობის შემთხვევით მოვხდიო ხო არა შეხედე რევოლუციონერობა რას ნიშნავს რომ შენ გადაზღვეული და ბამბა დაფერილი და ბალიში მოფენილი და რო არ დაგიჭერენ და რომ მოგეფერებიან და ეგ არ არის რევოლუცია ეგ არის რევოლუცია მაშინ გაჩერდნენ ნუ და თუ რევოლუციონერობენ და თუ მაგრავაშკაცობენ მაშინ იბრძოლონ ბოლომდე შეხედე მე ვივეცი ხმა არც დავფარა არასოდეს 51-ში შემოვხაზე იქამდე შემოვხაზავს სანამ მე მეშინია შალვა რისი მეშინია ჩემ შიშეს მე ეს ოპოზიციის თემები ახლა ეს მიასახარის ოპოზიციის თემებზე არა შეხედე მე მეშინია ის ოცნება დარჩა ბრძოლის ველზე კი არა ველზე მარტო პოლიტიკურ ველზე ეს ძალიან ცუდია ხო მაგრამ შეხედე არ შეიძლებოდა რომ არა მე რას ვიძახი მე იმედი მაქვს რომ ამ მოსუფთავებულ ველზე ეს ბულინგის და ესენი არიან ბულინგის წყევლის კრულვის ყველაფერზე ხელის მოწვევა საშუალებას მიცემენ ვიღაცა ახალს აღმოცენებაში იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანი რომელსაც აქვს ჩემნაირი ნერვები რომელსაც არ აინტერესებს მაგათი წყევლა კრულვა რეალურად ეხა მეც დამირეკა დღეს ფორმულამ რომ ისა რა ქვია აიო კაბატონი და ამ დროს რეანიმაციიდან ზარი შემოდა მაცალე ცოტა ხანში დამირეკეთ მეთქი უნდა უპასუხოთ და მე აღარ დამირეკეს მაგრამ შეხედე მე ვიცი ეგენი როგორ ურეკავენ ბევრ ექიმს როგორ აწვევია რომ აი არ იტყვი და მე ვერ უძლებს ეს ხალხი ამ ბულინგს ვერ უძლებს ექიმები კი არა ვერც ვერავინ ვერ უძლებს ძალიან ცოტა ადამიანი უძლებს მაგ ბულინგს ძალიან ცოტა იმიტომ რომ შეხედე ამათ რო ეგონათ რომ ბევრი მაგათ მხარეზე იყო კი თავს უქნენ და შევიდნენ და 50 შემოხაზეს ანუ იმდენად არ უნდათ ხო იმდენად ასე კამათი მათთან რომ კამათი შიბინძურია მათთან შეუვალი ხალხია რომელთათვისაც შეხედე აი ჭკუაც არ ყოფნით ეშმაკობაც არ ყოფნის მომეფერე დამიყვავე მითხარი რომ კარგი ვარ ეგება გადმოვდივარ გისმენ წყევლი მკრულა მაგინებ მაფურთხებ აქედანვე მეუბნები მთავრობაში რომ მოვალ დაგიჭერ ჩაგვამარხავ მოკლავ გაგანადგურებ როდესმე მოგისმენ და წამოვალ შემხარეზე თავიდან მომატყუე მაინც ხო მაგრამ ეს სიბოროტე არ ასვენებთ გესმის ვერ აი არ შეუძლიათ რომ იმდენად ძულთ მოწინააღმდეგე თუ საპირისპირო მხარე და ამ სიძულვილს იმდენად ვერ იტევენ იმდენად აი უნდა რომ ამოწყდე და სამ საქართველოში რანაირად აპირებენ ყველა თუ ამოწყდა და ამის მიზეზი უნდა მოვძებნოთ მე ვამბობ ვერ ვამტკიცებ, იმიტომ რომ მე არა ვარ ამ პროფესიის ადამიანი, მაგრამ აი სოციალური პროცესები რო განვიხილოთ, ვიმსჯელოთ ამაზე. ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს მოწყვლადი ხალხის ჯგუფები, აი ვისაც
ეკონომიკური, სოციალური შეჭირვება აქვს, ვისაც უკურნებელი სენი აქვს. აი ადამიანები, რომელთა ბედი ვერ აეწყო, აი მათი ფსიქიკა იყო ლაბილური და გაითრიეს ეს ადამიანები. არა, შეხედე რა. აბა მე ვერ ხსნი, როგორ შეიძლება მენტალობის პრობლემებს არ ქონი ადამიანები ისე მოიხსნენ როგორც იქცევენ. არა, შეხედე ადამიანი არის ძალიან სხვადასხვანაირი. აი ახლა ის წითელი ხმერები რო იყვნენ ის პოლპოტისა და 2/3 რო გაჟლიდეს. ანუ ადამიანის ბუნებაში რაღაც სოციუმის რაღაცა ნაწილი არის ტიპი, რომლებიც აი სხვას გაიმეტეს მოსაკლავად. კამბოჯიური ისტორია, იცი შენ კარგად თუ ეს ახალი არ არის მაკაბანაში. კამბოჯაზე არა, ხო, არა, რა კამბოჯაზე არ არის ახალი ეს მათ დიდიბოდიში კამბოჯასთან, ჩვენთან არ არის ესეთი სადისტები, არ არის. არ არიან თქო, მაგრამ შეხედე არ იყვნენ. მე კაი, კიდევ დავასრულებ. აი ხა კომუნისტები თორსა რა ქვია 37 წლის პერიოდში გვერდზე 20 კვადრატის შემოსაერთებლად მეზობლებს უშვებდნენ და ეგეც არ ვიცით რამდენია დაწერილი. შეიძლება პროპაგანდამ გააზიადა. არა, შეხედე, ეხლა მე ვიცი ჩემები სადაც კუზანოვის ეზოში ოჯახი ცხოვრობდა და გადაასახლეს, მოადგა გრუზავიკი და წაიყვანეს. გასაგებია, საშინელი დრო იყო, მაგრამ არა, შეხედე ადამიანებში ეს დევს. ერთია რომ ვიღაცა გავალებს და მეორეა რომ აკეთებს. სიამოვნებით სხვა რამეს გეტყვი, არა, სხვა რამეს გეტყვი. ეგ იმიტომ რომ ძლევამოსილი სტალინი იყო და ძლევამოსილი ბერია და ეშინოდათ, მაგრამ სხვა რამეს. არა, რას მეუბნები ახლა, რას ქვია ვიღაცის თუ მეშინია, მე მეზობელს მოსაკლავად გავიმეტე? ხო შეგიძლია რომ გაჩვენდე. სუსტია ადამიანი. კი ბატონო, მაგ სხვა რამეს გეუბნები. აი თუნდაც. ეხა ის ადამიანები რომ დაიჭირეს. იმათ საქართველო არ არის, მარტო არ ხარ შენ საქართველოში. ძალიანაც რომ გიდოდეს, მარტო ვერ იცხოვრებ. ქმარი ყავს, ცოლი ყავს, შვილი ყავს, დეიდაშვილი, ბიძაშვილი, ძმაკაცი. რო უყურებე რომ გაგიჟდი, შეიძლება მოგაპორწიანო, რა აზე მოდი თქო რა. აი ყოფილა ეგეთ შემთხვევები რომ საქართველოს თავისუფლებას ვაძლევთ ვიღაც ცხოვრებაში ჩავერიოთ და როცა ხედავთ რომ კატასტროფისკენ მიექანება შეუძახოთ ამათ არავინ არ აღმოაჩნდათ აი როგორ არიცი გინდა რომ გაერიდო შეხედე გინდა რომ გაერიდო იმიტომ რომ აი მე ძალიან აი ერთად რომ გაიზდები ერთ ეზოში რო ხარ და რო უყურებ და ერთად რომ მოდიხარ ისე საქართველოს ცხოვრობ შენს და ის და რო გიმტკიცებს დურჟმორეული რომ შენ ხარ ქვეყნის მტერი სატანა უბედურება ჯარხანა არსად არ წასულა რა აქ ვარ და აქ ვაპირებ სიკვდილს არც იმ რუსეთებში მიდივარ არც იქ მიდივარ საქმე და დავიმარხო და რო მიმტკიცებს რომ ჩემზე მეტად უყვარს სახელმწიფო მე ვარ მოღალატე რო მეკითხები რატო იმიტომ რომ მიშას კლავ არა ხო მიშას არა მე საერთოდ დასვნა გავაკეთე ყველა ოპოზიციის ყველა მდევარი არიან მიშისტები არ არსებობს სხვანაირი ყველა არის მიშისტი ეს არ მინდა ისისა მიშისტი არა ვარ მაგრამ არა ტყუილია ყველა მიშისტია საბოლოოდ იქამდე მიდის ყველა არის მიშისტი არა არ მჯერა სხვანაირი ეს ტყუილია ერთი პერიოდი რაღაც არა აი ზუსტად ყველა არის მიშას მიმდევარი მოწონთ ის აი ეს მართლობის სტილი მოწონთ არასდროს ზიანდებოდნენ მე ვიცი ძალიან ეს არის რაღაც მაზოხი მოწონთ აი კაცრი უფროსი მინდა და აი რაღაც აი მოწონთ ხალხს მოწონს უყვარს ეს მე ჩემს სამსახურში მაქვს ეს გამოცდილება რომ მე არ ვარ ესა პერიოდულად მოსხომეს წამოვლები ანუ თამკაცრი მაგრამ ზოგადად ლოიალური ვარ გესმის და ერთ-ერთ ვითარებაში ერკვევი და მე იღებ მონაწილეობის გიჟი მე არ მიყვარს ყოველდღურად ადამიანისთვის სამსახური უნდა იყოს იქ წასვლა უნდა სიხარულით უნდა მიდიოდეს არ უნდა იყოს დასტრესილი არ უნდა იყოს ისა და ერთხელ მახსოვს რაღაც სხვა გუნდი გადმომდიოდა სხვა კლინიკიდან და ეს ახალგაზრდა ერთი უმცროსი იქ აიო რო შემოვიდი ხალბატთან შენიშვნას მაძლევს ეგრევე ამ ჩემ აყვავებულ იმაში გარემოში სადაც მართლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი რაღაც შევძელი რომ მე რაღაცა კუნძული შემექმნა ამ კაციჭამიობაში სულ ვცდილობ რომ დავაზავო ერთმანეთი კარგად იყვნენ რაღაცნაირად ჩახუტებულად რა შეგიძლიათ ანონიმური ის გააკეთოთ გამოკითხვა ჩემს კლინიკაში შემიძლია ამას თავი დავდო აი შეხედეთ ქალბატონინო პაციენტი შემოწა ფორმა არაცვია რეგისტრატორს ჩემო სიხარულო მეთქე ეს რეგისტრატორი 9-დან 6 საათამდე ზის ახალგაზრდა გოგოებიან გასათხოვრები მეოთხარი სხვა აქედან რომ მივა საცობში 7-ზე 8-ზე სახში შეიძლება ვერც ვერსად ვერ გავიდეს აქ ენახებიან ოსურს ხო შეიძლება ვიღაცას მოეწონოს და იმ ორ კაპიკ ხელფასზე მილიონს ვერ გაცემ ამ დაფინანსებებით ხო იცი რომ რეგისტრატორს კი არა ზოგადად ვიძახი ეხა ხო არა ვართ არა ისა მე რანაირად აი ის პატარა ხო აი რატო ჩავუხშო აი რა შეეცვლება ვთქვათ მომსვლელს რომ ის თავის ჭკუაში გაპრანჭული როზის რომ
ლამაზად იშდეს და ის დილის 9-დან 6-მდე იყოს გაპრანჭული. მე ხო არ ვიძახე ხა ვულგარულად რაღაცა დეკორტა და არა, მაგრამ აი ეს რაღაცა კოხტათ რომ ყოველდღე მოდის და ერთა იგივე დღე რო არ იყოს, აი 100 ზოგი ეჩხუბება, ზოგი უყვირის, ზოგი ისა ხა პაციენტი რომ მოდის ხო ყველას ხა თავის გასაჭირი აქვს და შენ ამ დროს თან ყოველდღე აი ამას უძლებ, თან ისა რა ქვია, თან დიდი ხელბაზიც არ გაქვს. თან ისა გაქვს და თან ერთნაირი ტანსაცმელი ყოველდღე ერთი და იგივე ერთი და ხო გააფრენ. ხო და მე აი ასეთ რაღაცებში მე ვერ ხედავ ამას მისვენთ მივთხარ ჩემო სიხარულო მეთქი რატო აი ამ ახალგაზრდა კაცს რატო გიჩდება ეგეთი ბნელი აზრები მეთქი ხო შეიძლება რაღაცა სხვა რაღაცაზე იმაზე აი პაციენტი როგორ მოვიზიდოთ როგორ გავიღიმოთ როგორ ისა ეს რა გავაკეთოთ და მოდი ხარ და ეგრევე რატო არ ხარ ყველა ნაცრისფერები აი ხვდები რას ვამბობ აი ესეთი ადამიანის წამოყოლა ძალიან ადვილია მე არ მინდა ჩემს კლინიკაში ყველა იყოს დაჩაგრული და აი მე მაგრამ აი და ხალხს რა შეხედა მაგრამ და ამ დროს მომდის რა კაცრი ხელი გვაკლიაო გესმის ანუ არც მომჩივანი პაციენტები ყავს ანუ კარგად ვარ ფინანსურათაც გავიმართეთ ყველაფერი ბევრი პრობლემა ქონდა ჩვენ კლინიკას საოცარი პრობლემებიდან გავხადე ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა ყველა კარგადაა ყველა გაძღა მანქანებიც იყიდეს საზოგადოებას დადიან მაგრამ კაცრი ხელი აკლიათ გესმის ანუ მიშა ხო ყავს მე მიშა იქ აი მე არ ვიცი გავგიშდი არ მესმის მართლა არ მესმის ამ ხალხის მაინდა-მაინც უნდათ ცოცხლი და უბედურება რა აი ნუ სიკეთე გაღიმება ლოიალობა რაღაც არ გესმის კაცრი ხელი უნდათ ოპერაცია გავიკეთე და იმების ძაფების ამოღებაზე თქვენთან მუშაობს ის ძალიან კარგი ექიმი და მოვედი ლიფტთან მაგის სართულთან ახლოს იყო და დაიძაბნენ ადამიანები იქ რო გავჩდი მიშასთან მე ხო მიყვარს სააკაშვილი ძალიან ჩვენთან იყავი კლინიკაში ხო და ნუ არა მე მესმის იცი რა არის პრობლემა შენთან ვარ კლინიკაში იგზნობდი რომ არ იყო დაძაბული გარემო არა მე საერთოდ არ მიყვარს აი მე არ შემიძლია ცოტა გამხერილი ჯობს ექიმები არ მევასწრებ მეც არ მიყვარს არა ნუ ეხა შენ ექიმი ხარ და ხო ნუ არ მე რომ ექიმი რო ვარ იმიტომ არ მიყვარს ექიმები მე კიდე უფრო ხმათ ვიცნობ ანუ მე ამ სფეროში შეხედე ყველაზე დიდი კონკურენცია არის მსახიობებში არ მჯერა ექიმების სოლიდარობის მე რომ ვეხვეწებ რომ გაერთიანდით მეგობრებო და დაიცავით ეს მაგით ერთ აბა მიდი მე ერთ ექიმი რაღაცას გამოგიწეს მე ვოსთან რომ მიხვალ მე იმას ხვდებს კუბოში კი არა ეგრეა კი ამიტომ ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნით იყო დღეს თანადგომა ამჯერა რომ ეს იყო სამედიცინო თანადგომა მოდი ეხა მუთოდა რო იმიტომ იცი რამდენი პრობლემებია სამედიცინო დარგში რომელიც მისახედია და რომელიც მართლა ექიმების ერთადგომას იმაშობ მაგრამ არ ხდება ესე მე მინდა ერთი რაღაცის გაგება მე მაინც აი ყველა მიგდებ და არავის ყურადღებით არ მისმეს გინდა რომ ყველა გიჟებად გამოაცხადო ხო მაშინ დაგეძახო არა ყველა არა მაგრამ აი ეს მოთავეები ვინც არის ვისი ქცევას აი შეურაღებელი თვალით აი არაადეკვატური ქცევა აი პატა მაგალითად ბურჭულაძე არაადეკვატური ადამიანია შეიძლება კარგად ღერის მაგრამ რაღაცა გარკვეული მე არ ვიცი დიაგნოზი აი ეს ტერმინებიც არ ვიცი მაგრამ მენტალური პრობლემა აქვს რომ დაიჯერა რომ აი ის მივიდოდა და სპეცრაზმი გადმოვიდოდა ეს ხო რაღაცა სხვა სამყაროში ყოფნას ინფანტილიზმია განსაკუთრებულად ძლიერი რა არის არ ვიცი ხო მე არ ვიცი მაგრამ მინდა რომ რაღაცა რეალობასთან შეგვეძლო ხო, უნდა იყოს. ანუ გინდა რომ უშველო. ყველა, მას არა, კაც, მას არაფერი აღარ ეშველება, არა. მაგრამ ადამიანები მოდიან, ახალგაზრდები მოდიან, რეალობასთან შეგუების პროგრამები უნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება რაც არის ძლიერია, თუნდაც თქვენი სისუსტის გამო, რომ ესე მარტივად არაფერი ამოხება არ მოხდება. თქვენი რატო არ ყოფნით იმას როდის ხდება ხოლმე ამოყირავება, გადაყირავება და 2003 წელს რევოლუციას მე არ ვეძახი. ეს დადგმული სცენა იყო, კარგად ვიცი, შენს გეჯერა ეგ მაგ რევოლუციის მე მაგ. ხო, მეჯერა რომელია კაცო? მონაწილეობას ვიღებდი. მეჯერა არა ის. ანუ მაშინ სამკურნალო იყავი და მორჩი? სხვათა შორის. მივახციე შედეგს და ავიყავი სამკურნალო, ესე გამომივიდა. ხო, გამოვკი. ამაგაშია საქმე. მე კი დავისაჯე ძალიან, მერთვა დამსაჯე. მაგრამ რატომ მოხდა, მაინც რატო ხალხი ძალიან სუსტი იყო ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი და ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი. რა მოხდა მე აი 50% ხო დადის არჩევნებზე. კი ბატონო. 51-12 ხა. ანუ როდის 15-15 ხო, ნუ კაი, როდის ყირავდება ხელისუფლება? როდესაც ის ტახტზე როწეს, რომ არასოდეს რო არ დადის, ხო იცი არჩევნებზე.
მობეზდა ხალხს. აი ის ტახტზე შეხედე, არა, ის ტახტზე. და არ გამოვიდა დასაცავად. არა, ის ტახტზე წამოწოლილი კაცი არ უნდა ადგეს და არ უნდა წავიდეს გარეთ ქუჩაში. ანუ ის ტახტზე ვინც იმას აწყობს. არა, ესე იგი იმას ობილატელს არ უნდა შეეხოს. იმას სანამ აწყობს ვითარება, მანამდე არაფერი თანამუკეთესი არ არის. ხვდები? შესაბამისად ის 40% სახშია, ფეხიც არ გადმოუდგა. შევანაძე მოახდინა კაცო, პირველ რას ითხოვდა მიშა? პირველ რიგზე გამიყვანეთო. ჩემი იყოსო პარლამენტიო, მაგაზე იცხოვდა და არანაირი რევოლუცია არ იქნებოდა. თვითონ შევანაძე მოახერხა და ჩაიტარა რევოლუცია. ეგ ვიცით კარგად კაცო. მაგრამ მაშინაც ხო ის 40% წამოდგა დივანიდან. ხო ხვდები? აი ის არა, მე პირდაპირ გეტყვი რომ თვითონ რევოლუციურ ამბებში 30000 კაცი იყო ქუჩაში. და რევოლუცია არ იყო ეგ. უბრალოდ აი აბდიკაცია რა, ძალით შეცვლა ხელისუფლების. 30000 კაცი იყო. მე ის თანამშრომლობდნენ კაცო. შევანაძის ჩინოვნიკები თანამშრომლობდნენ მიშასთან, შვანიასთან. ეგ ხო ვიცით, ეს ძალიან დიდი დომხალი იყო. ვერ შეინარჩუნა და მე ხა კითხვას დაგისვა მე მაინტერესებს, მე ვერ გავეცი ამაზე პასუხი. აქტიური ექიმობის პერიოდი, რაც ქვია, აი 24 საათი მორიგეობა, გიჟე, ეს მომიწია ზუსტად მიშას პერიოდში და ცოტა სად მუშაობდა? ლეჯკომბინატში, ვაკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში ინტენსივში. თერაპიაში იყო ინტენსიური. კარდიოლოგი ვარ, ყველაფერი ერთად იყო ინტენსიური, მაშინ ყველაფერი ერთად ქონდა. არა, მე უკვე იმას და მეც აქტიურად, მაგრამ მე ვიცახი რა ხდებოდა, შესაძლებელი მაქვს მაშინდელი და მერენდელი პერიოდი და რატო ვერ ხვდები ამ ექიმობის, აი ძალიან ბევრი ექიმი არის ოპოზიციის მხარეს და ვერ ხვდები რა. აი მე რომ ვიყავ ესე იგი 2012 წლამდე როცა ვმუშაობდი ექიმები სადღაც 60%-მა მეტმა დაანება ექიმობას და ზოგი ღვინოს ყიდ და ზოგი იმას შიერი კვდებოდნენ. მართლა პაციენტი რო შემოვიდოდ, აი ამ ხელა სიას რო ჩამოუწედი, ბამბა პინდიდი ეს აი ესე რომ მოიხსნე ყველაფერს და მიალომბარდებდნენ. მიშას დროსაც ეგრე იყო. მიშას დროს ყვები. ხო. არა, მე ოპერაციები ფული ღირდა კაცო. ხო, მაცალე, მიშას დროს ყვები ზუსტად, აბა რა ყვები მე. სახლს ყიდიდნენ და 2002-დან 12-მდე ყვები რა ხდება, 12-ის ჩათვლით გეუბნები რა ხდებოდა და მე შემოვიდა ეს ჯანდაცვის პროექტი რა. შეხედე და ესა რა ქვია, ეს რაღაცა თიხის ფეხებზე შემდგარი სადაზღვევოები, ხო, რომელთაც მე აწიოკებდა, ისა ყველა გაბანკროტდა. ძალიან ბევრმა მედპერსონალმა დაანება თავი სამედიცინო საქმიანობას. მაშინ უმეტესობა ვინც თლაც სამედიცინოს ვერ დაანება და წავიდნენ ფარმაცევტულ წარმომადგენლებად, წამლებს ყიდნენ, რა ვიცი მე ყველა, ანუ ექიმობას ძალიან ბევრმა დაანება თავი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცოტა იყო ანაზღაურება, მე აი 700 ლარი თვეში თუ გამომივიდო და აი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ეს იყო 24 საათიანი შრომა, ყოველ მესამე დღეს მორიგეობა, 5 საათამდე კიდე, ანუ მორიგეობის მე სახში არ მიდიოდი, მე კიდე მე სახლებში რო დარბოდი, აი გადასხმები და რაღაცები, ან კერძო პრაქტიკით უფრო მეტი ის შეგეძლო გეშო. დიახ. და აი მართლა ღატაკი ფენა ეს ექიმები ერთეულების გარდა. დადგა ეს ჯანდაცვის ისა, ყველა შვენივრად ყველაფერი კლინიკები მომრავლდა. უამრავი კლინიკა, არ ვიცი, ძალიან უნდა უნიჭო იყოს ექიმი, რომ იყოს გაჭირვებული. ეხლა. ხო. ვიზიტი 100 ლარი რო ღირს, ხო, უბრალოდ კონსულტაცია. ანუ ეხლა 100 ლარი მთლიანად ექიმის ჯიბეში არ მიდის, იმიტომ რომ გამშველობა აქვს 50 ხო მიდის. კი. ანუ ეხლა შენთან რამდენი მიდის? ჩემთან გააჩნია ექიმ სპეციალისტი, არ გვიდეს ყოველთვის საერთოდ. არა, მე ყოველთვის ექიმის მხარეზე ანუ სტაფის მხარეზე ვიხრები ხოლმე და ამიტომ ფლობელთან ყოველთვის კონფლიქტი მაქვს მაგის გამო. შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ უпроსტად მე თანახმა ვარ, მე როდის ორივე მხარე უნდა იყოს. შენ ფლობელი არა ხარ? არა, საიდან? მე დაქირავებული ვარ. შენ სიო ხარ? მე ვარ დაქირავებული. კლინიკა ვისია? კლინიკა არის აზერბაიჯანელია ეს კაცი, ალი ხოჩახ შენ. მე შენი მეგონა კლინიკა. ჩემი არა, სადამ აქვს არა, შენ ესე იგი ღარიბი ყოფილი. მე არა, ხო არა, ჩემების არის კუზანოვ კლინიკი. არა, ეგ ხო შენი არ არის არა? არა, ჩემი არა, მე არც მინდა იცი რომ მქონდეს კერძო საკუთრება ამ ხელა. მე არ შემიძლია ვიყო რაღაცაზე მიჯაჭვული. ყოველთვის უნდა მქონდეს იმის საშუალება ავდგე და წავიდე. გასაგები. და ეს არის კუზბაკანივით, როცა შენი კერძო საკუთრება გაქვს, ვერ გაექცევი და აი წახვიდე. შენი მიამბოხება მე განვიხილოთ, ეხლა იმას ამბობ. არა, მიამბოხება სულ განიხილო. მე ამბოხე რო არ ვიყო აქ არ ვიждდებოდი. შენ ამბობ იმას რომ ამ ადამიანებს
ექიმებს ამ ხელისუფლებამ მისცა უდიდესი შანსი რომ ნორმალურად ეცხოვრონ და რატომ არიან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ? ხო და ამიხსენ გამეცი, მე ვერ გავეცი ამაზე პასუხი. მე გეტყვი რომ არ არის დამოკიდებული თან ყველაფერზე ხო ბუდიში და დედა სტირობდნენ ერთ გადაცდომაზე ყველას ლიცენზია ჩამორთმეული, ციმბირი უკან მოტოვებული, ექიმების საქმე, ეს ექიმების საქმე დღეს არ იყო, ეს იყო ექიმების საქმე არ იყო, ეს იყო პოლიტიკური საქმე. ექიმების საქმე, როდესაც შენ იმაზე გატელევიზორობენ, გადაცდომაზე გჯიან, კლავენ, გჭოდა. სტოკჰოლმის სინდრომია. ალბათ. იმიტომ რომ ამ ადამიანები სამაგიეროდ ევროპისკენ მივდიოდით, სამაგიეროდ რუსეთისკენ არ მივდიოდით, ნუ სიგიჟე რა. რა იყო ევროპისკენ სიარული, ის იყო რომ კორონაროგრაფიის გასაკეთებლად საზოგადოებრივად მიფრინავდა პაციენტი? აბა, უდიდეს ფულად. და 5 ექიმი მიდიოდა ხელის მომკიდეთ, რომ იმათვისაც ფულები უნდა ჩამოგერიგებია, ვინც მიყვებოდა. ხო, ეს სხვათა შორის არა მარტო შენ სფეროშია, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ამოისურვა ეკონომიკური განვითარება, მიდის ძალიან კარგად, როგორც ყველაზე ახლა ნაწილდება რა. შალვა, შეხედე ძალიან ბევრი პრობლემაა. ძალიან ბევრი პრობლემაა და მე მაგალითად სხვა საკითხები მიმაჩნია პრობლემად. მაგრამ ეხა მე ამასაც როდესაც არის კონსტრუქციული ოპოზიცია, მე მინდა რომ იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია. არ არის. ეს არ არის ოპოზიცია თქო, ეს არის ბანდა. ეს არის გიჟების ერთიანი. ეს არის მიშის ბანდა. მე მაინც ვაწევი მეგობრებო ამას. უღმეს მადლობა ჩემო კარგო რომ ძალიან საინტერესოდ ილაპარაკე და მე მაინც მივაწევი ჩემსას რაღაცა რაც შემიძლია გამოვიკლებ აქ საკითხს. ნახოთ აი ექსპერტიზები დაინიშნება სხვა შორის ზოგი დაცვის ხარე ითხოვს ექსპერტიზას. იქ დაჭერილთან დაცვის მხარე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. რატო უშვებდა ამ ავადმყოფას ქუჩაში ოჯახის წევრები? სად არის? ხო და ამას ვამბობ, რატო უშვებენ? შენი ოჯახის წევრი ვარ და რო იცი რომ ესეთი ციგიკა აქვს. მიშას 5 სურათი რო აქვს გაკრული. ეხლა რო შევიდე მართლა იქიდან კიდე ერთხელ ვიცი, ხე 5 სურათი რო აქვს მიშაზე გაკრული. ხო გამოვარდი იქიდან. შემეშინდება რა. ან ნებისმიერი მარტო მიშასი კი არა, სტალინი. აი ნებისმიერი პოლიტიკოსის სტალინის სურათი ნახე, შევალ. მაინც სტალინი. მე არ მესმის პოლიტიკოსის სურათს რა უნდა ექიმის ოთახში. არ ვიცი არ წვია. მართლა ვერ ხვდები, რისთვის ცხელა მიხედე რა პაციენტებს. კი ბატონო, უღმეს მადლობა ჩემო კარგო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის.